გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში გარეტ უორდი ქართულ ოცნებას მოუწოდებს მოусმინოს დასავლელ პარტნიორებს და შეწყვიტოს ძალადობა, რომელიც დღეს ქუჩაში პროტესტის მონაწილეების მიმართ ხდება. ქართულად ჩაწერილ ვიდეო მიმართვაში ელჩი ასევე საუბრობს გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს ურთიერთობებზე და ამბობს, რომ არსებული პოლიტიკის პირობებში ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა კიდევ უფრო შეიზღუდება. ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, როგორც საჯარო ადმინისტრაციის რეფორმისა და შერიგების და სამოქალაქო თანამშრომლობის სახელმწიფო აპარატის მშვიდობის ფონდის დაფინანსებას. ასევე ვსხუდავთ სამხედრო სფეროში თანამშრომლობას, მაგალითად, ახალ ვეხმარებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ცენტრის შენობაში. ასევე შევსხდავთ პოლიტიკურ შეხვედრებს და ურთიერთობას, უორდროპის სტრატეგიულ დიალოგს ვერ გავანახლებთ ამ ვითარებაში. საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, რუსეთი საქართველოს ხელისუფლებაზე დაყრდნობით ქვეყანაზე გავლენებს აძლიერებს. პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ ქუჩაში საპროტესტოდ გამოსული ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის იბრძვიან და დასავლეთმა მათ დასაცავად უფრო მეტად უნდა იმუშაოს. Russia were doing that purposefully as they დღეს საქართველო ქვეყანა, რომელიც გუშინ თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა იყო, ოლიგარქებმა ჩაიგდეს ხელში. მთელი ხელისუფლება ეკუთვნის ბიზნესებს, რომლებსაც აქვთ კავშირები მოსკოვთან. საქართველოს მთავრობა თავადვე აცხადებს, იცით რა, ევროკავშირი და დასავლური მიმართულება, მოდით გადავდოთ რამდენიმე წლით. ისინი სრულიად რუსული манипуляციის ქვეშ არიან. ფიქრობ, რომ ამერიკა და ევროპა საკმარისად ძლიერები არ იყვნენ. მათ რუსეთს არ მიუჩინეს ის ადგილი, სადაც უნდა ყოფილიყო. ის ახალგაზრდა ბიჭები და გოგოები, ყველა ის სტუდენტი, რომელიც პროტესტისთვის გარეთ გადის, პოლიციაც ცდილობს მათი პროტესტის ჩახშობას. მათ არაფერი უჭირავთ ხელში. მათ სურთ იცხოვრონ მშვიდობიან ევროპულ ქვეყანაში და მათ აიძულებენ, რომ დარჩნენ რუსეთის ფედერაციასთან. აი რაც ხდება. რა მძლავრი ნაბიჯები გადადგა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რა მძლავრი ნაბიჯები გადადგა ევროპა. მე ვერ ვხედავ ვერაფერს. ბრიუსელში მომდევნო კვირას სამი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართება, სადაც მინისტრების საქართველოსაც განიხილავენ. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი საუბრობს. მისი თქმით, ევროკავშირის ინსტიტუციების ახალი ლიდერების ინიციატივა, რომ შეწყდეს საუბარი და კონკრეტული ღონისძიებები გატარდეს. ორშაბათს ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება კონკრეტული პასპორტების მფლობელებისთვის და რაც მთავარია სანქციები. ეს ცოტა რთულია, იმიტომ რომ მოითხოვს 27 ქვეყნის ერთსულოვნებას, მაგრამ ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები და იმედია მოხდება შეთანხმება და ყველა პასუხისმგებელი იმ მოვლენებში, რაც ახლა ხდება საქართველოში, დასანქცირდება. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, რომ ჩვენ არ გვინდა ზიანი მივაყენოთ ქართულ ხალხს და დავსაჯოთ ისინი, იმიტომ რომ ეს ხალხი ყოველ საღამოს გამოდის ქუჩებში და აფრიალებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს. ამიტომ ჩვენი მიზანი არ არის მათი დასჯა. ჩვენი მიზანი ძლიერი სიგნალის გაგზავნა ხელისუფლებისთვის, რომ ის გზა, რომელიც მათ აირჩიეს ბოლო თვეებში და განსაკუთრებით ბოლო დღეებში, როდესაც სასტიკად უსწორდებიან საპროტესტო აქციის მონაწილეებს, არის მიუღებელი. ამერიკის მხრიდან საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად გადასარგმელ ნაბიჯებზე საუბრობენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი და შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი. მათ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს ქართული დემოკრატიის დასაცავად და ბიძინა ივანიშვილი დაასანქციროს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ქვეყანა ერთპარტიული რეჟიმის საფრთხის წინაშე დგას და მას დასავლეთის მხარდაჭერა სჭირდება. ქაოსის მთავარი ფიგურა ბიძინა ივანიშვილია, ქართველი ოლიგარქი, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში მოიპოვა და შემდეგ ქართული ოცნების პარტია ჩამოაყალიბა, რომელიც მმართველი ძალა 2012 წლიდან. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ დაუყოვნებლივ და საჯაროდ უნდა დააწესოს სანქციები ივანიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ყობახიძეზე, რომელმაც 28 ნოემბერს სავარაუდოდ ივანიშვილის მითითებით გამოაცხადა, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირთან მოლაპარაკებებს. გლობალური მაგნიტსკის აქტისა და სხვა დაკავშირებული ორგანოების მეშვეობით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას აქვს შესაძლებლობა შემოიღოს სანქციები ივანიშვილის, ყობახიძისა და ქართული ოცნების სხვა ლიდერი ფიგურების წინააღმდეგ საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებისთვის და კორუფციისთვის. პრეზიდენტი ზურაბიშვილი შაბათ-კვირას პარიზში ღვთისმშობლის ტაძრის ხელახლა გახსნაზე პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს ესაუბრა. თუ მიმავალი ადმინისტრაცია ვერ იმოქმედებს, იმედი არსებობს, რომ მომავალი ადმინისტრაცია გააკეთებს სწორ ამას, მაგრამ მანამდე შესაძლოა ძალიან გვიანი აღმოჩნდეს. ბევრი ადამიანი შეიძლება იქნას დაპატიმრებული, დაშავებული, შეიძლება მოკლულიც კი აწმყოდან მაგ მომენტამდე.